დილამშვიდობის ეთერშია გაცემა დღის ნიუსრუმი. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. 4 წელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თარიღთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები კიევში კიდევ ერთხელ ჩავიდნენ. პარალელურად უკრაინის დროშის სფერებში განათდა ევროპული ინსტიტუტების შენობები და როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ უკრაინის დროშის სფერები კიდევ უფრო კაშკაშაა ვიდრე ოდესმე. რა სურათს ხედავთ ომიდან 4 წლის თავზე, ომთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე ძირითადად გაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, იქამდე კი უშუალოდ საქართველოს და საკითხები, რომელიც სწორედ ახლა ყურადღების ცენტრში. ლევან გოგიჩაიშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ის ზუსტად 1 წუთში შემოგვიერთდება, იქამდე კი გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს. პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დროა ახალი გირჩი მეტი თავისუფლება სოციალურ ქსელში იდენტურ განცხადებებს ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად სწავლების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა. სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული პერი დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები ნიუტკიცება დამოიღეს. სამართალდამცავებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ციρკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ციркулარით იძებნებოდა. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი იმყოფება ჩვენთან და გამარჯობა ლევან და მადლობა რომ გვესწრებით. ლევან, გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, რომ ხვალ 25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ და მოდით დღეს ამით დავიწყოთ. მოხსენებელი იქნება რასა იუკნევიჩიანე. ანგარიში კი ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, ხოლო უკუსლა ფიქსირდება 9-ვე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა. აი გათვალისწინებით იმ კრიტიკული, ასე ვთქვათ, შეფასებებიდან, რაც ანგარიშის პროექტშია დაფიქსირებული. რას უნდა ველოდოთ ხვალინდელი მოსმენიდან, ხვალინდელ მოსმენაზე და აქვე ევროპარლამენტის კრიტიკა ნიშნავს საკუთრივ ქართული ოცნების კრიტიკას, თუ ეს არის მწვავე შენიშვნები უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში. მოგესალმებით. ბუნებრივია ხა ხება არ იქნება ხელისუფლების, რა თქმა უნდა, უკუსლაში სისტემის ცენტრალიზებაში და ერთი ადამიანის ვერტიკალში მოქცევაში ეს თავიდან ბოლომდე არის ქართული ოცნების უარყოფითი მხარე. შესაბამისად, ხა დადებითი აქ არაფერი არ იქნება. თუ ვინმეს ბრალი არის, თქვათ, რომ ეკონომიკური, დემოკრატიული პრობლემები არის ამ ქვეყანაში, ხო? რა თქმა უნდა, ეს თავიდან ბოლომდე ხელისუფლების აქციებიდან გამომდინარე ხდება ამის შეფასება. თუნდაც აი საარჩევნო კუთხით იქნება, სამართლებრივი მართლმსაჯულების კუთხით იქნება, პოლიტიკური პოლარიზაციის თუ სხვადასხვა მიმართულებებით იქნება. ადამიანები ამ ქვეყანაში არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ხელისუფლება არის თავიდან ბოლომდე ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული, ამ ადამიანს ემსახურება პროკურატურაც, სასამართლოც, პოლიციაც. დღეს შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, როგორც თავის დროზე იყო რეჟიმის პოლიცია ნაციონალური მოძრაობის დროს, დღეს თავიდან ბოლომდე ეს არის ივანიშვილის პოლიცია, ივანიშვილის პროკურატურა და ივანიშვილის სასამართლო. სხვისი არ არის. ეს ხალხის სასამართლო არ არის. ხალხის ინტერესებზე ეს ინსტიტუციები არ მუშაობენ. მუშაობენ ერთი ადამიანის ინტერესებზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც ერთი ადამიანის ხელში არის კონცენტრირებული ამხელა ძალაუფლება, იქ რა თქმა უნდა დიდი კითხვის ნიშნები დგას და ეს კითხვის ნიშნებია მარტო იქ რასას კი არა, ქართულ ხალხსაა. რასა მეორე ხარისხოვანია ჩემთვის პირადად. მე ვიცი ამ ქვეყანაში რა ხდება, ეხა ის ადამიანი იქ რაც გააკეთებს, ეს მისი საქმე არის. მე არაფერი საერთო არ მაქვს იმ ადამიანის მოხსენებასთან, მაგრამ მე აქ ცხოვრობ და მე ვიცი აქ რა ხდება. ლევან, ეს არის ევროპარლამენტის მეორე ანგარიში საქართველოს როგორც
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ და მოდით შევხედოთ ანგარიშის პროექტს, რომელშიც არაერთ პრობლემურ, ასე ვთქვათ, საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორის ნათქვამია, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ თავის სისტემატურ კამპანიას აგრძელებს მანიპულაციური ნარატივებით, დეზინფორმაციითა და შეთქმულების თეორიებით, ასევე ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობით ირღვევა, კერძოდ გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებები და კიდევ ერთი ჩანაწერი პოლიტიკური ოპონენტები დაკავებული არიან ან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის წინაშე იმყოფებიან სამოქალაქო საზოგადოების ასობით აქტივისტი ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი გახდა, ათობით აქტივისტი კი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, ეს ჩანაწერიც სწორედ ანგარიშის პროექტში დევს. აი კიდევ ერთხელ კითხვა, რასაც ასეთი საერთაშორისო ანგარიშების და დოკუმენტების დავამატებ რა, ყოველდღიურად კოლ-ცენტრების მეშვეობით მათ პენსიონერებს ქართული ოცნების ხელმძღვანელობით ძარცვავენ ეს თაღლითური კოლ-ცენტრები და ეს ფული მერე აკუმულირდება ივანიშვილის და ქართული ოცნების შავ სალაროში. აი ამას შეუძლიათ ესეც დაამატონ და ამაზე შეუძლიათ კონდეთ რეაქცია, რომ ქართული ოცნების ორგანიზებულობით და მათი კრიმინალური რაღაცა ზედამხედველობით ეს თაღლითური კოლ-ცენტრები მათ პენსიონერებს ძარცვავენ და ეს ფული მერე ეს ფული ზოგი ხან პრემიერ-მინისტრების ჯიბეში ხდება, ხან სუსის ხელმძღვანელების, ხან ქართული ოცნების სალაროში და აი ამდენ იმას ჯობია რომ კონკრეტულად მიხედონ, რომ აი ეს რაღაცა ორგანიზაციის იმითი ხარდაჭერით, ზედამხედველობით და თქვათ აი ესეთ თავისუფლების მიცემით ეს თაღლითული კოლ-ცენტრები მათ პენსიონერებს ძარცვავენ. შეუძლია ხალბატონმა რასამ ესეც ჩაწეროს. ბევრი მიმართულებაა ბატონო, რა თვალსაზრისითაც ქართული ოცნების მისამართით ეს გაცილებით ეფექტური იქნება, იმიტომ რომ კონკრეტული კრიმინალი არის მათი, რომელსაც ამ ტიპის რაღაცა საერთაშორისო ანგარიშების და დოკუმენტების განხილვა მიღების დროს უსვამთ ხოლმე. რა ცოდნა და ძალა შეიძლება კონდეს ამ ტიპის ანგარიშს, როდესაც არ ვიცი, ვხედავთ, რომ აი ეს კრიტიკული საერთაშორისო დოკუმენტები ქართულ ოცნებაზე და მის პოლიტიკაზე მაინდა-მაინც გავლენას ვერ ახდენს. მე ვფიქრობ, რომ აი მაგალითად ქალბატონი რასას მოხსენება შეიძლება საღლიცინო გახდეს ქართული ოცნებისთვის ეს ამაზე ღლიცინებენ ეს ადამიანები უკვე და სერიოზულად არ უყურებენ. მაგრამ გერმანიის პროკურატურა თუ გამოვიდა იტყვის რომ ქართული ოცნების ფარველობით ჩვენს პენსიონერებს ფულს ძალავენ თქო თაღლითებით თქო ეს რა თქმა უნდა ქართული ოცნებისთვის პრობლემური იქნება. ან თუ გამოვა სხვა ევროკავშირის ქვეყნის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი და იტყვის რომ ქართული ოცნების იმითი ხარდაჭერით ფარველობით ამ კრიმინალურ სქემებში ვიღაცები მონაწილეობენ და მე ეს ფული ქართული ოცნების ანგარიშებზე ილექება, ამაზე ექნება ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა რეაქცია და შეეშინდება, მაგრამ რასას მოხსენებაზე დაიწყებენ სიცილს. ეს არის რეალობა. როგორც იცინიან ბოლო რაღაცა წლების განმავლობაში, ისევე გააგრძელებენ და გამოვლენ და იტყვიან, რომ ეს არის ესეთია, ისეთია, რეალურად რაღაცებს შეაფასებენ, სადღაც შეიძლება სწორადაც თქვან, სადღაც შეიძლება არასწორადაც თქვან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაიცინებენ, მაგრამ გერმანიის გენერალური პროკურორი რო გამოვიდა ქართულ ოცნებაზე იტყვის, რომ ის მფარველობს თაღლითურ კოლ-ცენტრებს, რომელიც ჩვენი რაღაც პენსიონერების ფულს თაღლითურად ითვისებენ, ამაზე ვერ გაიცინებენ, იმიტომ შეეშინდებათ. იმიტომ ეს რეალური ქმედება არის. ეხლა რა საიქნება თუ სხვა ევროპარლამენტარი იქნება, რა თქმა უნდა, გაიცინებენ, გაიღიმებენ, ტროლებს კიდე დააცინიებენ და ამით ჩაირვის ეს ყველაფერი და არაფერი არ იქნება. სახელმწიფოების კიდევ რა ნაბიჯებზე შეიძლება ვეღარ გაიცინოს ქართულმა ოცნებამ და ამ კონტექსტში კიდევ რა ნაბიჯებზე და ამ კონტექსტში მინდა სანქციების საკითხზე ჩაგეკითხოთ, რაც სხვათა შორის ერთ-ერთი ისეთი მესიჯია იგივე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიში და ბატონო ლევან კითხვას დაგისვავთ ბარემ, იმიტომ რომ აი როდესაც სანქციების შესახებ ჩანაწერი ხდება რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტში და ამ შემთხვევაშიც ნათქვამია რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობისა და მთავარი თანამდებობის პირების წინააღმდეგ უნდა მოხდეს სანქციების გამოყენება. არ ვიცი, გვახსენდება რამდენიმე დღის წინ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ იგივე ინტერპრეს ნიუსთან მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება, რომ სანქციებთან მიმართებაში რეალისტური მოლოდინები უნდა არსებობდეს საქართველოში, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე არ მოგწონს, არ შეგვიძლია სანქციების დაწესება, ეს არალეგალურია, ამას არ ვაკეთებ, თუ ამბობს გერმანიის ელჩი.
რას ნიშნავს ერთი მხრივ სანქციების დაწესების თაობაზე ჩანაწერის საერთაშორისო ანგარიში და მეორე მხრივ ამის საპირისპირო განცხადება, რომელსაც ვისმენთ ევროპელი დიპლომატების თუ ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან. პეტერ ფიშერის განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების დასანქცირებაზე საქართველოში მაინდა-მაინც დიდი მოლოდინები არ უნდა იყოს და ამაზე, ასე ვთქვათ, სწორება მაინდა-მაინც დიდ შედეგს ვერ მოიტანს. მეც ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამასთან დაკავშირებით ახაც არასდროს არ ამყარებდა დიდ იმედებს და საერთოდ გონია, რომ თუ ეს ადგილზე არის დასამარცხებელი ქართული ოცნება და არა რაღაცა გვერდიდან ჩვენთვის ეს არასდროს არ ყოფილა თვითმიზანი და ვერც თქვენ განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი რაღაცნაირად კონკრეტულად ვიღაც კონკრეტული ადამიანების დასანქცირებას ითხოვს, იმიტომ რომ პირადად მე თუ გაინტერესებს, ჩემი შეხედულობა თუ გაინტერესებს, ეს არ არის ჩემი მხრიდან რაღაცა ესეთი ამბავი რა, ანუ ეს არ არის ჩემი თვითმიზანი საერთოდ ეხა ვიღაცამ რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქე დაასანქციროს იმის გამო რომ სიტყვაზე ვამბობ მე ვერ ვერევი და ამის გამო ეხა სხვის იმედზე ვიყო, ეს არ არის სწორი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ასე უყურებს ამ საკითხს, რომ ჩვენ არჩევნებით უნდა გავიმარჯვო და ქართველი ხალხი უნდა დავარწმუნო და არა ვიღაცა სახელმწიფოს წარმომადგენელი რომ კონკრეტულ საქართველოს მოქალაქეზე სანქცია გაცეს. ეს არის ჩემი მსოფლმხედველობა, ეხა სხვა მსოფლმხედველობა აქვს, მაგრამ მე ასე ვუყურებ. არჩევნები არის აქ მოსაგები და ქართველები არიან დასარწმუნებლები, როგორ და სახსნელი არის ქართველი ამომრჩევლისთვის, როგორ ძარცვავს ქართული ოცნება და თუნდაც მათივე ამომრჩეველი არის და დასარწმუნებელი რომ პირობითად ვამბობ, ერთადერთი რაც შეპირდე, ნაცებს გავასამართლებდო და ღარიბაშვილი გაასამართლეს, სოციალურ დახმარებებს უხსნიან, პენსიებს არ უმატებენ, მინიმალური ხელფასის ზღვარს არ ადგენენ. ადამიანებს, რომლებიც შრომობენ და მანქანები ჭირდება ზოგს სამსახურისთვის, ზოგი სხვადასხვა საქმიანობისთვის, ხო, მანქანას ბევრი ადამიანისთვის ოჯახში შემოსავლის წყაროა და ეუბნებიან, რომ იცი რა არის? აი ქართული ოცნების დეპუტატს უნდა ყავდეს 160,000 ევროიანი ასტონ მარტინი და უნდა იაროს ქუჩაში და შენ არ გაქვს უფლება 8 წლის მანქანა კარგ მდგომარეობაში იყიდო, იმიტომ რომ აწუხებს რა. ვიღაცა ქართული ოცნების დეპუტატს დაიღალა რა საცობში დგომი და ეხა მოდი გავწმინდოთ ეს მოცემულობა და ამ ადამიანებმა იარონ თქვათ რაღაცა ორშეებით, იარონ რაღაცა 100,000, 200,000 ევროიანი მანქანები და შენ რომელსაც ოჯახის არჩენად გჭირდება მაგალითად მანქანა არა გაქვს რა 6 წლიანი მანქანის შეძენის შესაძლებლობა და კარგ მდგომარეობაში გინდა იყიდო 8 წლის მანქანა. შენ ამის უფლება არა გაქვს. ამაზე უნდა ველაპარაკოთ. ეს უნდა ვესაურო და არა იმის იმედი უნდა მქონდეს, რომ ეხლა ვიღაცა კეთილი ვიღაცა ბიძიას ევროპაში გაახსენდება, რომ სანქციები აქვს დასადები. ხო გეუბნებით. თუ რამე აქვს გასაკეთებელი გერმანიის სახელმწიფოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს გამოვიდნენ და თქვან, რომ ამ ქვეყნიდან ამ ქვეყანაში მოქმედებენ თაღლითული კოლცენტრები, რომელსაც ფაროლობს ქართული ოცნები და ქართული ოცნების ძალოვანი უწყებები. ამაზე მოთხოვონ პასუხი, რეალურ კრიმინალზე მოთხოვონ და რაღაცა თეორიულ გადაწყვეტილი ეს იქნებოდა თქვა უფრო ეფექტური და დანარჩენი ხო გეუბნებით ეს საქმე არის ქართველების გასაკეთებელი, ჩვენი გასაკეთებელი და არა რასასი და სხვა ადამიანების, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ეხა მე რამდენი რაპორტი უნდა გააკეთოს, მართლა სასაცილოთაა დაგდებული და პირიქით ამას ყველაფერს იყენებენ ევროპული მომავლის წინააღმდეგ ქართული ოცნების პროპაგანდა ამას ძალიან კარგად იყენებს, იმიტომ რომ გამოიყვანს, ვერეთ შეადარებს რაღაცა სააკაშვილს ამ განცხადებებს და всё დამთავრდა უკვე მისი რეპუტაცია. ადამიანი რომელიც ეხა ამბობს რომ კაცზე არის პოლიტპატიმარი, რომელმაც ეს ქვეყანა შეიწირა პირდაპირ მნიშვნელობით სხვა ბევრი ადამიანის აღქმაში. ადამიანების უფლებები მასობრივად დაარღვია. ეს ადამიანი რო ისმენს მე ასეთი ევროპარლამენტარების განცხადებას, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, მათ რეპუტაციას უკვე ფასი აღარ აქვს და დობას მათი სიტყვის. ამიტომ ამას ძალიან კარგად იყენებს ხოლმე ქართული ოცნება შემდგომში საკუთარი პროპაგანდისთვის. ამიტომ თავი რომ დავანებოთ მის, ასე ვთქვათ, აქამდე არსებულ ბრალდებებს, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული, მოკლედ მის წინააღმდეგ წარდგენილი ეს ბრალდება და რა ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე კითხეთ ზოგადად სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებაშიც შევაფასოთ ეს საქმე და მე აუცილებლად იმაზე რა გეგმით უნდა მოხდეს. მოდი ეხლა სანამ იქამდე მივალ, აგერ საკუთარი პარტიით დავიწყებ. გახარიას მიმართ აღძრული საქმეები, რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, დევნის საქმე არის, აღარც მალავენ. აი, განახა რომ გაბრაზდებიან ხოლმე
და უკვე არგუმენტები რო ელევათ მაგალითად საქართველოს პარლამენტში, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი დეპუტატები სიმართლეს ეუნებიან და ჯირყვნიან პირდაპირ მნიშვნელობით, მერე გამოხდება ხოლმე მაგალითად ამ კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და აი რო და საუბრობს რაღაცა ტერმინები და იქაც აცაბუთებენ რომ იმით ჩვენ დევნით და ჩვენ გაგაქციეთო, ეგენი ყვირიან, ესე იგი თვითონვე აღიარებენ ამ პოლიტიკურ დევნას. მეორე ჩორჩანასთან მიმართებაში უბრალოდ ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს საქართველოს პროკურატურას მტკიცებულებების სახით აქვს ჩადებული მასალები ოსური ბეჭდური მედიიდან ამოღებული. ოსი სეპარატისტების პროპაგანდისტული ბეჭდური მედიიდან ამოღებული. შესაბამისად ეხა რა თქმა უნდა დღეს პოლიტიკური დევნა არის გახარიას მიმართ, ბადრი ჯაფარიძის მიმართ, შესაძლებელი სხვა ადამიანების მიმართ, მაგრამ მე ვლაპარაკობ მესმის, მაგრამ მე ვლაპარაკობ სააკაშვილის დანაშაულებებზე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ამას გულისხმობ ხოლმე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არის, მეცაც გეტყვით. საკუთარი გუნდის წევრების მიმართაც, ბევრის მიმართაც პოლიტიკური არის დევნა. აბა როცა უნდა გამოუშვებს, როცა უნდა დაიჭერს, კანონებს ცვლიან ადამიანების, კანონები შეცვალეს, ხო ბაჩიაშვილისგან, კანონები შეცვალეს. და უცებ ერთ დღეში რაღაცა მოხდა და უთამ ამქვე არაფერი საპროცესო გაუფორმეს, გამოუშვებს. ანუ ეს ადამიანი საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტებს იკეთებს პირადი მიზნებისთვის. მაგით ვლაპარაკობ. მე როცა ვლაპარაკობ, რომ ბიძინა ივანიშვილის არის მეთქი პროკურატურა, ამაზე მე პასუხისგებელი ვარ ჩემი სიტყვებით. და დიახ ეწყინოთ პროკურორებს, იმიტომ რომ ისინი არიან ივანიშვილის საკუთრება, როცა უნდა დააჭერიებს ადამიანებს. ხელს მოაწერიებს და სიბინძურეში შეიყვანს. მე როცა უნდა უბძანებს და საპროცესო შეთანხმებას დაადებიებს. დიახ ივანიშვილის არის სასამართლო. რასაც ეტყვის მურუსიძეს და მის კლანს თუ რაღაც ჯგუფს ყოფილ გადმონაშთებს ბოროტი მოსამართლეების, იმას გააკეთებენ. ეტყვის ამაზე წაყევით საპროცესოზე წაყვებიან. ეტყვის 10 წელი მეტყვიან. ეტყვის გახარიას 15 წელი მიუსაჯეთ, მიუიჯიან. ეტყვის სხვა წარმომადგენლებს ეს გააკეთებენ. რასაც უბრძანებს ამ მოსამართლეებს გააკეთებენ, იმიტომ რომ ამ მოსამართლეებმა და პროკურორებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან ივანიშვილის საკუთრება. ასეტები არიან მისი, აქტივი არის მისი. აი ქონებრივი აქტივი არის. პირდაპირ მნიშვნელობით და ამ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს და ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ და ამას ჩვენ უნდა გაუწიოთ. ლევან, რაც შეეხება იმას, რა გეგმით უნდა მივიდეს ოპოზიცია მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე და აქაც მივდივართ ისევ ყბადაღებულ თემამდე, გაერთიანდება თუ არა ოპოზიციური სპექტრი. მაგალითად, ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ეს გაერთიანება შედგება, თუმცა ამ თემასთან მიმართებაში მაინც რჩება სკეპტიციზმი, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტია, მათ შორის თქვენი ძალა, ისე როგორც ლელო, არჩევს და მიღებულიც არის გადაწყვეტილება, რომ ცალკე იგრძელოთ როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტებმა. რატომ გეშინიათ გაერთიანების ის მინდა რომ კიდევ ერთხელ აუხსნათ მაყურებლებს, რა პრობლემას ხედავს რომ ბრძოლა, ასე ვთქვათ, გააგრძელოთ ერთიანი ძალებით, მით უფრო მაშინ, როდესაც მიზანი ერთი გაქვთ და არის თუ არა პრობლემა რომ აი საკვანძო მომენტში ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, ოპოზიციური სპექტრი ვერა და ვერ ახერხებს გაერთიანებული ძალებით. მე ვფიქრობ, რომ არანაირი გაერთიანება ამ მიმართულებით არა ჩვენი მხრიდან არ იქნება და ხა 100 ჯერ გვაქვს ახსნილი რა. სანდრო გირგვლიანის მკვლელებთან პირდაპირ მნიშვნელობით. რომლებსაც ჩვენ ვერ ბრძოდით და ჩვენ დავამარცხეთ, ეხა მათთან ჩვენ ვერანაირ ალიანსში ვერ შევალთ 2025 წელს. ეს არის გამორიცხული. ეს არის კაფიო იდეოლოგიური განსხვავება. ეს ყველა უნდა ესმოდეს ძალიან ბევრ ადამიანს. და იმ ხალხთან, ვინც კიდე 1 ოქტომბრამდე, ეს არის ჩვენი სოფხედელობა, კიდე ალბათ ბევრჯერ მოგვიწევს ამის ახსნა. იმ ადამიანებთან, ვინც 1 ოქტომბერს სააკაშვილის მხარეს იბრძოდა და ნახევარ საქართველოს უკან და მერე გაუბედურებას, ჩვენ იმათთან არანაირი პოლიტიკურ ალიანსში არ შევალთ არასდროს. ნაციონალურ მოძრაობა, რომელიც არის მრავალობა დაშლილი, რაც უნდა ისქნა, გინდა გაერთიანდნენ, გინდა გამოერთიანდნენ, მაგრამ ამ ადამიანებს ასახსნელი აქვს, საიდან მოიტანეს საარჩევნოდ 30 მილიონზე მეტი. ავტორიტარიზმში როგორ იშოვა პარტია ახალმა მილიონობით ლარი საარჩევნო კამპანიაში, ეს ასახსნელი აქვს. ეს არა მარტო ჩვენთვის აქვს ასახსნელი, მე ზუსტად ვიცი, რომ უთხრა, აი პირდაპირ მნიშვნელობით დილაურს ქონდა მწვანე იმისთვის, რომ ეს ფული მასთან მიეტანა ბიძინა ივანიშვილისგან. ეს არის ჩემი პერსონალური მოსაზრება. ესე მე ვარაუდობ და მან ეს ფული იქ მიიტანა.
მაგრამ მათ უნდა აუხსნან საკუთარ ამომრჩევლებს დიქტატურაში როგორ იშოვეს ათეულობით მილიონი ლარი საარჩევნო კამპანიისთვის. ეს ერთი, მეორე, ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, თავისი სიბრიყვით, მავნებლობით და მხარდაჭერით ივანიშვილის ქართული ოცნება რომ დღეს არის სუპერ ძლიერი თავის აი პოლიტიკურ მოცემულობაში ეს არის მათი დამსახურება. პირველი როდესაც გასაგებია პარლამენტთან მიმართებაში, მაგრამ ისო დღეს ამ ქალაქს ყავს კორუმპირებული მერი და ყველაფერი გააკეთა აი ამ ადამიანის პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა ბრიყვებმა, რომ დღეს ადამიანები არ მისულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე და დღეს ყოფილიყო მათ ყველაფერი გააკეთეს შესაბამისად ამ ადამიანებს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს კითხვები და რა თქმა უნდა ივანიშვილი რასაც უნდა იმას უშვება ამ ადამიანებს, იმიტომ რომ როდესაც შენ მას მის ფულს იღებ, როცა პოლიტიკაში ხარ და ამბიცია გაქვს რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ, შეგეძლოთ თუ არა სამუშაო მაგიდასთან დასხდომა იმ ადამიანებთან ერთადაც მის მიმართაც შესაძლოა კითხვები გქონდეთ. არასწორი არის, მორალურად არასწორი არის. ის რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, აჩვენებს თუ არა რომ ქართულ ოცნებაზე არანაკლებად თვითონ ოპოზიციამ დააზიანეთ ერთმანეთს. არა, ჩვენ არავინ არ დაგვიზიანებია. ქართული ოცნების გამოიყენა ეს ბრიყვები პირდაპირ მნიშვნელობით და გადახედეთ ბოლო ერთწლიან პოლიტიკურ მოცემულობას. ჯერ ნაციონალურ მოძრაობას შუაზე გააყოფია, ხმები დაკარგეს. აი გავუკეთოთ ანალიზი. 28% იღებდა სულ ნაციონალურ მოძრაობა, 27-28%. 6-7% საწავიდა. ეს ხმები რო დაკარგეს ამ გაყოფის გამო, ეს ხმები ძირითადად წავიდა ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნება გააძლიერეს მათ და ქართული ოცნება ამ ხალხში ფულს ხარჯავს, ფულს იხდის ამ ადამიანში. რაში? თვითმმართველობის არჩევნებში მე რომ ნახე გეტყვით ეხლა, რომ მოსულიყო არაფერი, ადამიანები არ მოვიდნენ, იმიტომ რომ ძლიერი იყო აქეთ ამ მხრიდანაც და იქით ამ მხრიდანაც ადამიანების დარწმუნება რომ არჩევნებში მისვლას. ადამიანები ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ გახარიას პარტიას არ ესმის რა არის საზოგადოების დაკვეთა. და ხალხის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მართლები ვიყავით. საერთოდ მართალი ადამიანი ხანდახან ესეთ მდგომარეობაში ხვდება ხოლმე. პირიქით არის ეს საერთოდ ცხოვრებაში პირიქით არის ხოლმე. ჩვენ სწორად მოვიქეცით. იქ რომ მოსულიყო 2 მილიონი ადამიანი, რა თქმა უნდა ეს იქნებოდა ძიმე მოცემულობა, მაგრამ ხალხი არ მოვიდა არჩევნებზე და დღეს ეს ხალხი ხვდება რომ ეს ადამიანები იყვნენ მოტყუებულები და შეცდომაში შეყვანილი და ის ხალხი რომ შეიყვანეს შეცდომაში, ამაში დილითადი წვლილი არის ამ ხალხის. პირდაპირ მნიშვნელობით ამ ხალხის, ვინც 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად მოუწოდებდა ადამიანებს არ მისულიყვნენ არჩევნებზე და მერე 4 ოქტომბერს და მედია საშუალებებიც, მათ შორის ჟურნალისტებიც მათ შორის მოუწოდებდნენ ადამიანებს არ მისულიყვნენ, მერე მოუწოდებდნენ 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოსულიყვნენ, მერე ეს ხალხი მიატოვეს, შეახოცეს, დააჭერინეს და ვითომ არაფერი არ მომხდარა ამ ქვეყანაში და ჩვენ აი ამ სიბინძურებში მონაწილეობა არ მიგვიღია და შესაბამისად ადამიანები ძალიან კარგად დაინახეს. სად იყო სიმართლე? კი, ხდება ხოლმე ესე რომ ადამიანებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ჩვენ მართლები ვიყავით. ჩვენ მართლები ვიყავით და იმ ხალხთან ჩვენ არანაირი საერთო არ გაგვაჩნია. ბოლოსკენ გავდივართ და კიდევ ერთ საკითხზე მინდა მოვასწრო კითხვის დასმა, იცით რომ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამოაცხადა ქართულმა ოცნებამ ერთგვარად ბრძოლა, ამიტომ აი ბოლო რამდენიმე წუთი სწორედ ამ საკითხს დავუთმოთ. ამ პროცესის ფარგლებში მთავრობა კონკრეტულ გაწყვეტილებებს იღებს, მათ შორის კი აი რამდენიმე დღის წინ გამოიცა უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება, რომელთაც ნულოვანი კვოტა განისაზღვრება საკურიერო მომსახურებასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ერთ-ერთი აქტუალური კითხვა, რაც ამ პროცესს ახლავს, არის რატომ დაინახა ქართულმა ოცნებამ მიგრაციის პრობლემა, მხოლოდ ახლა, როდესაც ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას არაერთი წელია და აქვე ირაკლი ყობახიძის არგუმენტია, რომ მთავრობა უნდა დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და რომ მნიშვნელოვანია მათ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ დასაქმების კუთხით. არის თუ არა ეს, ასე ვთქვათ, წონიანი არგუმენტი? რაც შეეხება თვითონ საკითხს, აქ ისე ცალსახად არ არის, რომ ყველას ეკრძალება. ეს დისკრეცია ეძლევა ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტრო მერე თავისი გადაწყვეტილებებით განსაზღვრავს, სად შეიზღუდოს და სად არ შეიზღუდოს ეს პრობლემა. ამიტომ ჩვენ ეს უნდა დავინახოთ გრძელვადიან დინამიკაში. ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ 6 თვის შემდგომ, 1 წლის შემდგომ, რა გამოიწვია
ამ რეფორმამ, ეს რამდენად დადებითად აისახა საქართველოს მოქალაქეზე მის დასაქმებასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს 6 თვის მერე არის უფრო შესაძლებელი, ვიდრე ახლა, იმიტომ რომ ეს მათი ხაზი არის და ამით ახლა ისინი ცდილობენ რაღაცა პოლიტიკური დივიდენდების აკრეფას, მაგრამ ერთი მხრივ ამას აკეთებენ და მეორეს მხრივ ნახევარი თბილისი არაბებს მიყიდეს, ხო? ესეც ძალიან აწუხებს ქართველებს, როდესაც ქართულ მიწას ის კომპანიებს აძლევ ისეთ კომპანიებს და იმის პატივსაც არცემ შენ მოქალაქეს, რომ ბოლოდ კონტრაქტი წააკითხო, რა პირობები არის ამ კონტრაქტი, რომელიც არაბებთან არის გაფორმებული. ამიტომ ეს ჩვენ უნდა შევაფასოთ თუ დასაქმებაზე ვლაპარაკობთ. და თუ თქვა სხვა საკითხი არის, მანდა მაინც რაღაცა ეს რაღაცა ეთნიკური მომენტებზე არის ხაზგასმა, რომ ახლა ქვეყანა დაამშინონ, ხო? მაშინ კიდე ერთხელ მომობ, რომ შენ მაშინ არ უნდა ერთის მხრივ ამას არ უნდა აკეთებდე და მეორეს მხრივ საუკეთესო მიწას, რაც დარჩა თბილისში შემოგანენში, არაბებზე არ უნდა ყიდდე. და იმ არაბების კომფორტს არ უნდა ემსახურებოდე და არ უნდა გახდე რაღაცა მარკეტინგის ხელმძღვანელი ამ არაბული კომპანიის, რომელსაც საქართველოს ეს რაღაცა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ახორციელებდა, ხო, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს არის ჩემი პასუხი ამასთან. ამიტომ ჩვენ უნდა დავინახოთ ეს დინამიკაში. დინამიკაში უნდა დავინახოთ. და ეხლა რაც შეეხება კიდე ერთხელ დაუბრუნდები, ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი არის ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა განსაზღვროთ. აი თქვენ კითხვა ეს კითხვა გაცილებით მნიშვნელოვანი არის. არჩევნები ახსენეთ თქვენ, დიახ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. მე ვფიქრობ, რომ შუაში რაღაცა ფიქრი აი ეს ოპოზიციური პარტია არჩევნებისთვის 2028. მე ვფიქრობ, რომ 28, იმიტომ რომ მანამდე არ ჩანს რაღაცა მოცემულობა, რომელსაც შეუძლია აიძულოს ეს ხელისუფლება ვადამდელი დაანიშნოს. ერთადერთი, რასაც შეეძლო ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოეტანა, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და აი საბოტაჟი, აი ჩემთვის საბოტაჟი არის ის, რაც მათ განახორციელეს თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ქართული ოცნების რაღაცა დირიჟორობით, პირდაპირ მნიშვნელობით და ორკესტრირებულებით, იმიტომ რომ სადღაც დაიგეგმა, რომ მათ ციფრებში ნახეს, რომ თბილისი წააგეს, ბათუმი წააგეს, რუსთავი წააგეს, ქუთაისი წააგეს, დიდი ქალაქები, იფიქრეს ახლა არჩევნებზე იგივე მოცემულობაში ჩვენ ამ გაყალბებითაც კი ვერ ვიგებთ და დაჭირდათ ეს ადამიანები და გაახსენდათ ის ხალხი, ვიზეც არჩევნების წინ ფული აქვთ გადახდილი. ეს საკითხი ეს არ დამთავრდება, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძმრად ვადენთ ამ საკითხებს. რა თქმა უნდა და თქვენ მეუნებით, რომ იმ ხალხს, ვინც თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან, მე რაღაცა საერთო მაქვს. და ბიძაშვილის ფუნქცია და ბუნება როგორია, იცით? როცა კაცს ფულს უხდის და ეს კაცი მის ფულს იღებს, რასაც უნდა იმას უშვება. თუ უნდა დაიჭერს, მერე გამოუშვებს, მერე რაღაცა საქმეს აღუძრავს, მერე პასპორტს ჩამოართმევს, მერე ახლა წარმოიდგინეთ ესე იგი, ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო ციხეში გაუშვებს და განსაკუთრებული მძიმე დანაშაული ახლა საბოტაჟი და მოღალატეობა ხო წარმოგიდგენიათ ახლა რას წინ მძიმისა. იქ თუ უნდა გირაოს გაუკ. ანუ რასაც უნდა, როგორც უნდა ისე ათამაშებს ამ ხალხს და ეს მაგ ხალხმა თვითონ ჩაიგდო ამ თავისთავი ამ ხელში ახლა. შენ რო კიდებ ეშმაკის ფულს, ეშმაკი რასაც გინდა იმას გაგიკეთებს მე. ამას არა აქვს დიდი ისა. და კიდე მეორე საკითხი, მე ვფიქრობ აი თქვენც ახლა ეს პროცესი რაც მიდის, აი ეს კარგი იქნება მაგალითად თქვენს არხზეც. რო შეთავაზოთ დებატებს გულისხმობთ. რა თქმა უნდა, აი რო არ დარჩეს სამხრივად ეს პროცესი და რეალურად გამოჩნდეს ამ შემთხვევაში ქართული ოცნება უბრალოდ საკუთარ წიაღში მიდის, ხო? ახლა რუსთავი 2-ზე და იმედზე და თქვა შეიძლება პირველი არხიც აპირებს როგორც ამბობენ სამზოგადოებრივი ამ ფორმატის გახსნას. აბა თქვენ შეთავაზეთ. გაბედავენ თუ არა თქვენთან? კი, მაგრამ ამის ფონზე კიდე უფრო აქტიურად ათქმევინეთ. გაბედავენ თუ არა მაგალითად არა მათ მოედანზე, სადაც ჩვენ უკვე ვიგებთ. ყველაფერი წააგეს. ყველა დებატი წააგეს აბსოლუტურად. აი გადახედონ მათივე მომხრეებშიც ესეთი ახმები არის. მიუხედავთ იმისა, რომ წამყვანიც ეხმარება თავისი რაღაცა პროქსი პარტიებიც მიყვავთ და ნუ მაინც არაფერი არ გამოსდით. ოფიციალურად შეთავაზეთ, საჯაროდ, აი ესე მთელი ქვეყნის
მასშტაბით თქვენივე შეთავაზ თქვენივე ფორმატში გაბედავენ და მოვლენ თუ არა და მაგალითად აი ამ სივრცეში დამოუკიდებელ არხზე აი დამოუკიდებელ არხზე პირდაპირ ვამბობ დამოუკიდებელ არხზე დამოუკიდებელ მედიაში პალიტრაზე გაბედავენ თუ არა ისინი მოსვლას და დასხდომას. არაფერი განსხვავება არ იქნება უბრალოდ მათ უნდა იცოდნენ რომ წამყვანი არ იქნება მათკენ და წამყვანი იქნება ობიექტური. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი წამყვანები იქნებიან ობიექტური და თუ გაბედავს ქართული ოცნება მოსვლას მაგალითად თქვენს საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, თუმცა სამწყუროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო. თუ გნებავთ მე გავაგრძელოთ. სხვა დროს აუცილებლად გავაგრძელებთ ლევან გოგიჩაიშვილს. და ბოლოს ვუსურვებ ღმირ უკრაინელ ხალხს გამარჯვებას, ვიცი რომ ამ თემით აგზელებთ შემდგომში თქვენ და ეს აუცილებლად ესე მოხდება. ლევან გოგიჩაიშვილს მშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერდება, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, პარტია თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი კახა ჩიქოვანი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ კახა და მადლობა რომ შემოგვერდით. ბატონ კახა, დღეს 4 წელი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან და აი მოდით გადაცემის ეს ნაწილი სწორედ ამ ომთან დაკავშირებული პერიპეტიების შეფასებით გავხსნათ. აი დღეს შალო პაპუაშვილი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ამ თარიღს და როგორც წერს ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო მგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. პაპუაშვილი ეთანხმება ტრამპს, რომ ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, ისე როგორც მისი აზრით დღესაც არიან ძალები, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. რას აჩვენებს უკრაინაში ომის 4 სრული წელიწადი? რამდენად იყო ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი და რაც ასევე საინტერესოა, თქვენ თუ ხედავთ ძალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უკრაინაში არა ომის დასრულების, არამედ მისი გაგრძელებით? ხო, პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო პაპუაშვილს და ძნელია ვერ დაეთანხმა, რომ ეს ომი ნამდვილად არასოდეს არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აქ არსებობს ერთი მაგრამ. ვინ დაიწყო ეს ომი და რა პოზიცია უჭირავს დღეს ეგრეთ წოდებულ ქართულ ხელისუფლებას ამ ომთან მიმართებაში, ხო? და რაც ყველაზე ცუდი მოხდა ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა ის არის, რომ სამარცხვინო არის დღეს არსებული ხელისუფლების პოზიცია უკრაინას და რუსეთთან მიმართებაში. მათი რიტორიკაც და ქმედებებიც რაღაცნაირად არა თუ გვაფიქრებინებს, არამედ ეს აი აშკარად ჩანს, რომ მათი ასე ვთქვათ მხარე არის უფრო რუსეთისკენ მიმართული ვიდრე უკრაინისკენ და რატომღაც ის თანაგრძნობა, რომელიც საქართველოს უნდა გამოიხატა უკრაინის მიმართ, არ ფიქსირდება დღესდღეობით სათანადოდ ყოველ შემთხვევაში. საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურად სხვა პოზიცია და ეს გასაგებია და ზუსტად ის პოზიცია უკავია ჩემი აზრით, რაც უნდა ეჭიროს. რაც შეეხება თვითონ ომს უკრაინასა და რუსეთს შორის, დავიწყებ იქეთ, რომ იმითი რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა რუსეთმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ უკრაინის მიერთება უნდა მოეხდინა ესეთი მეთოდებით და ხერხებით, რასაც დღეს ის აკეთებს და სჩადის. ეს შეიძლება ითქვას, რომ ყველას გაგვიმართლა, რომ რუსეთი იმ პერიოდში იყო ჩაფლული კორუფციის იმ ხელაჭაობში, რომ მან ვერ განახორციელა ის გეგმები, რომელიც ჰქონდა დასახული. და რას გულისხმობ?
ანუ აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია ჰქონდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მე რუსეთი მხედველობაში, ვიდრე რეალურად არსებობდა უკრაინაში. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში 2014-დან მოყოლებული, ვიდრე ომის ცხელი ფაზა, ასე ვთქვათ, დაიწყებოდა სრულმასშტაბიანი შეჭრა, $5 მილიარდ მეტი აქვს დახარჯული სპეცსამსახურებს უკრაინის მიმართულებაზე, რათა იქ შეემზადებინა ამ სახელმწიფოს მოსახლეობა იმისთვის, რაც შემდგომ 22 წელში მათ განახორციელეს და ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ აი ისეთი არ მიწყენენ ხო უკრაინელები, მაგრამ ისეთი ქალაქებიც კი, როგორიც არის მაგალითად ხარკივი, რომელიც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობით იყო დასახლებული, ის ქალაქიც კი ვერ აიღეს რუსებმა და უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია თვითონ ხარკივის მოსახლეობამ მას. გრძელდება ეს საინტერესოა, უკვე როგორი იქნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, მას შემდეგ რაც ომი დასრულდება და სად იქნება ამ არქიტექტურაში საქართველო და რადგან მაინც ჩვენს ქვეყანამდე მინდა მოვიდეთ, ისევ შალო პაპუაშვილს გავიხსენებთ, წინააღმდეგი არ იქნებით, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს იმასაც, რომ რუსეთი უკრაინის ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლებდა ატარებდა მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით ცდილობდნენ ომის ცეცხლის კალში საქართველოს ჩაბმას. აი რა გაქვთ სათქმელი უკვე ქართული ოცნების იმ უცვლელ რიტორიკაზე, რომ საქართველოს განიხილებოდა როგორც მეორე ფრონტი და აი ქართულმა ოცნებამ შეძლო ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სხვა შორის ვიდრე მიპასუხებდეთ მაყურებელს, მინდა ვუთხრა, რომ გერმანიის, საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ელჩებმა გააგრძელეს დღეს დილით ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მტკიცება თითქოს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ დარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამას ირწმუნება მთელი ევროპა, ქართული ოცნების მხრიდან გვესმის ის, რაც გვესმის, რა ახსნა შეიძლება ქონდეს ამის მუდმივად გამოვარდნას. არა, ეს უბრალოდ სასაცილო არის და ეს რიტორიკა არ იცვლება უკვე აგერ 4 წელი არის და ვერც ამ 4 წლის განმავლობაში ვერც დოკუმენტი წარმოადგენეს და ვერც რაიმე დამამტკიცებელი, ასე ვთქვათ, საბუთი მოიტანეს და შესაბამისად ეს უბრალოდ არის დემაგოგია და მეტი არაფერი. რაც შეეხება თვითონ სამყაროს, მის უსაფრთხოების არქიტექტურას, რა თქმა უნდა, ეს არქიტექტურა შეიცვალა და აბსოლუტურად გადალაგდება ყველაფერი, თუმცა პირველ რიგში დასამთავრებელი არის ეს ომი. ამ ომმა დასავლეთსაც დაანახა თავისი, ასე ვთქვათ, სუსტი ადგილები და შესაბამისად ის იმ გამოიწვევს იმ შედეგებს, რომელიც წაადგება საბოლოო ჯამში დასავლეთის გაძლიერებასაც, ევროპის გაძლიერებასაც და უკვე ერთ ძლიერ, ასე ვთქვათ, ორგანიზმად ჩამოყალიბებასაც. აქ ლაპარაკია სად ვართ ჩვენ, ხო? აი ამ ვითარებაში და ვთქვათ ომის დასრულების შემდგომ სად ვიქნებით ჩვენ. დღევანდელი კონტურები, რაც არის გამოკვეთილი, კარგს ვერაფერს ვერ გვიქადის, ასე ვიტყოდი, სანამ ეს ხელისუფლება იქნება ხელისუფლებაში და ეს მართველი ძალა იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ვიქნებით სამყაროს ბნელ ნაწილში დარჩენილები და საბოლოო ჯამში ეს ომი აუცილებლად დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და უკრაინის გამარჯვებაზეც მინდა თქვა, რომ ეს არ არის აუცილებლად უკრაინის მხრიდან 91 წლის საზღვრებზე გასვლა. არ გულისხმობს. როცა იქნება ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ დღეს მთავარი მიზანი არის, რომ უკრაინამ შეინარჩუნა თავის სახელმწიფოებრიობა, შეინარჩუნა თავის ტერიტორია, შეინარჩუნა იდენტობა და უფრო მეტად გაძლიერდა, ვიდრე ის იყო 4 წლის წინ ეს ომის დაწყებამდე. შესაბამისად, ეს უკვე მისი გამარჯვება არის, როდესაც ომი დამთავრდება, იქ დაიწყება უპრეცედენტო აღშენებლობის პროცესები. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ვხედავთ, რომ დრო რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ის იმხელა ჭაობში არის ჩაფლული, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა ასპექტებში, რომ იქედან ამოსვლა რუსეთის წარმოუდგენლად მიმაჩნია მე ისევ დასავლური სამყაროს და ცივილიზებული სამყაროს დახმარების გარეშე. აქ ჩინეთზედაც არ არის ლაპარაკი, ჩინეთი რუსეთს არ დაეხმარება, გამორიცხული არის ეგ ამბავი. ჩინეთი რუსეთს უყურებს როგორც რესურსების უბრალოდ ტერიტორიას, რომლის რესურსებიც უნდა აითვისოს. ადვოკატ ვისურვოთ, რომ მალე
დასრულდება უკრაინაში და მალე დაიწყება უკრაინის აღდგენა და არა მხოლოდ აღდგენა, აღორძინებაც, იქამდე კი მინდა რომ ცოტა დრო უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებულ პერიპეტიებსაც დავუთმოთ და მოდით ახლა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშზეც ვისაუბროთ, ისი განხილვაც ხვალ იგეგმება ბრიუსელში ამავე კომიტეტის სხდომაზე და უკვე ჩანს რომ მძიმე შეფასებების მოსმენა მოუწევს ქართულ ოცნებას, ვინაიდან მწვავე ჩანაწერებითაა სავსე ეს ანგარიში. აი რა სიტყვით, სიმწვავე დასავლეთიდან, განსაკუთრებით ევროპიდან ახალი არ არის, 2 წელზე მეტია ისმის, თუმცა ქართულ ოცნებას მაინც ის პოლიტიკა აქვს, რაც აქვს. ხო, შესაბამისად ისმის კითხვა რა აზრი აქვს ასეთ კრიტიკულ ანგარიშებს, თუ კი მას რამის შეცვლა არ შეუძლია. არა, ანგარიშებს აზრი ნამდვილად აქვს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ იმისათვის, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რომ ევროპა და ცივილიზებული სამყარო ობიექტურად აფასებს აქ ვითარებას და ზუსტად იცის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი სიგნალი არის ჩვენს მიმართ, ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო, მათ არ მიუტოვებიათ საქართველოს და ისინი აგრძელებენ საქართველოს დახმარებას და საქართველოს მოიაზრებენ როგორც მათი ოჯახის წევრს. შესაბამისად, ამას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება იმ კრიტიკას, აი ამ ნაწილში უკვე მნიშვნელობა არ აქვს ქართული ოცნებისთვის. ეს კრიტიკა იარსებებს საერთოდ თუ არ იარსებებს, რადგან მათ ის პოლიტიკა, იზოლაციონური პოლიტიკა აქვთ არჩეული და შესაბამისად მათთვის არანაირი აზრი დასავლეთიდან მომდინარე არ წარმოადგენს ფასეულობას, მათ არჩეული აქვთ უკვე ვექტორი, მიმართულება და შესაბამისად ამ ვექტორზე და ამ მიმართულებაზე მოძრაობენ. ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მალე მოვიკრიბოთ ძალები ისე, რომ ეს ქართული ოცნების ხელისუფლება მალე გაუშვათ სახლში და საქართველოს დაუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზას. აი კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგეს ოპოზიციამ ამაზე რამდენიმე წუთში კითხავთ, იქამდე კიდევ ერთი კითხვა, აი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რა თვალსაზრისითაც ქართული ოცნება პარტნიორებისგან კრიტიკაზე იღებს, თუმცა თავად ხელისუფლების პირველი პირები ამტკიცებენ, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ყველაფერი რიგზია და იცით, რომ აი მაგალითად მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს ახლა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61 სესიაში, სადაც მაღალი დონის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გუშინ თქვა, რომ ადამიანის უფლებებს არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებებად, არამედ საქართველოს მთავრობის ხედვის საფუძვლად მიაჩნიათ და კიდევ მცირე ამონარიდი ბოჭორიშვილის განცხადებიდან უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად ბოლო 10 წლების განმავლობაში საქართველოს გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც აისახება შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობის 85%-ით შემცირებაში ასეთი განცხადება გააკეთა სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრმა. რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა ის, რომ ქართული ოცნება არათუ პრობლემებს და ბევრი თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, უკუსლას აღიარებს, არამედ პროგრესზე საუბრობს და მეტიც ამაზე ლაპარაკს არ ეძება არც საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ამაში არ წმონებს ის დასავლელ პარტნიორებს. ხო, ამას გვია ზუსტად ენაზვალი არა აქვს და რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ და რომელ ადამიანის უფლებებზე არის ლაპარაკი, როცა ხალხს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, რომელ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი, როდესაც ამდენი ახალგაზრდა ზის ციხეში და სრულიად უკანონოდ ზის ციხეში და რომელი კანონის უზენაესობაზე ლაპარაკი. კი, შეიძლება შერჩევითად კანონის უზენაესობა არსებობს, მაგრამ ამ კანონებსაც გააჩნია, ხო? კანონის უზენაესობა კი არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, არამედ სამართლის უზენაესობა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და სამართალი ამ ქვეყანაში აღარ არსებობს. დავასამარეთ, ჩვენ არა, მათ დაასამარეს. შესაბამისად, რა ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რიტორიკა, რომელსაც აწარმოებენ თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი და რა ციფრებსაც მოიყვანს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძალიან კარგად ხედავს დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. მე არა მაქვს ხედველობაში ხა ისეთ ქვეყნები, როგორც არის ვთქვათ, იგივე ჩინეთი, რუსეთი, ვთქვათ, ირანი და ასე შემდეგ, ისინი რას ხედავენ, ხო, ჩვენ ქვეყანაში. დასავლეთი, სადაც დემოკრატიის უზენაესობა არის,
და სამართლის უზენაესობა ძალიან კარგად ხედავს და მაგ ციფრების манипуляციით მაინც ვერაფერს ვერ გახდებიან რა. ბატონო გახა, რაც შეეხება იმას, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიცია ქართულ ოცნებას. ვიცით, რომ რამდენიმე პარტია ქცევის, ასე ვთქვათ, წესებს ათანხმებს, თუმცა ერთია ქცევის წესებზე შეთანხმება, მეორეა რა კონკრეტული გეგმაა საჭირო და მათ შორის საჭიროა თუ არა მთლიანად ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, რომ დღეისთვის არსებული ეს წინააღმდეგობა და პროტესტი პოლიტიკურ პროცესში გარდაიქმნას და რაც თავარია ეს იყოს ისეთი ტიპის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოხვება ხელისუფლების ცვლილების სახით. ეხლა რაც ახლა ვიცით არის ის, რომ რამდენიმე პარტია წინააღმდეგია გაერთიანების, მათ შორის გახარიას ძალა, ლელო და მეტიც, აი ნუგზა ციკლაური იყო გუშინ ჩვენი სტუმარი, რომელმაც თქვა, რომ თავისუფლების მოედანიც არ ემხრობა გაერთიანებას და ფიქრობს, რომ აი ეს იდენტობა უნდა, პარტიული იდენტობა უნდა იქნას შენარჩუნებული. ეს რამდენად ასეა და თუ ასეა, იქნებ უფრო მეტი გვითხრათ, თქვათ, პარტიული იდენტობის შენარჩუნების გარდა კიდევ რა პრობლემას ხედავთ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაში? ნახეთ, მოლაპარაკებები და ზოგადად საუბრები, რაც მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის და აი იმ დოკუმენტზე არის ლაპარაკი, უკვე ამდენი ხანი არის. ეს არ არის ლაპარაკი გაერთიანებაზე, როგორც ესეთ კლასიკური ტიპის გაერთიანებაზე, ხო? აქ ლაპარაკი არის ზუსტად ქცევის წესებზე, ლაპარაკი არის სტრატეგიულად დასახული მიზნის მიღწევისკენ ერთიან მსვლელობაზე მჭიდრო გვაინტერესებს რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, როდესაც უკვე აი ამ ქცევის წესებზე შეთანხმდებით. კი ბატონო, და შემდეგი ნაბიჯი იქნება ზუსტად ის, რომ ჩვენ კოორდინირებულად გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. და რაც მთავარია, ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად და მიზნად ასევე მიგვაჩნია, რომ როდესაც ლაპარაკი არის პოლიტიკური პარტიების იდენტობის გაძლიერებაზე, ეს თვითოეული პარტიის საქმე და ამოცანა არის. თვითოეული ძლიერი პარტია ოპოზიციურ სპექტრში უფრო მეტი რესურსის მობილიზებას მოხდენს ჩვენ და არ უნდა იყოს გასაკვირი არც თავისუფლების მოედნის იდენტობის ვთქვათ რაღაც ქმედებების ნაბიჯების გადადგმა, რომ იდენტობა ავიმაღლოთ, რამე თუ თავისუფლების მოედანი იცით რომ სრულიად ახალი ძალა არის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დაიბადა ზუსტად საპროტესტო საზოგადოების წიაღში და საპროტესტო მოძრაობაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პარტიული ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება გავზარდოთ იდენტობა, მაგრამ ეს ჩვენი რეალურად მართლაც ასეა კოორდინაციასა და გაერთიანებას შორის დიდი განსხვავება. კი, რა თქმა უნდა, კი ბატონო. და ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ახლა დღეს საზოგადოებასაც და მთლიანად ქვეყანას სჭირდება სწორედ ოპოზიციური ერთობა და ყველა პარტიის ერთ ნავში ჩასხდომა. ოპოზიციური ერთობა ცოტა სხვანაირად გვესმის ჩვენ. ანუ ეს არ უნდა იყოს რაღაცა ოპოზიციური, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციური ერთობა ნიშნავს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას. არა, ესე არ არის. ოპოზიციური ერთობა ნიშნავს იმას, რომ ზუსტად კოორდინაციით ვიმოქმედებთ იმ მიზნისკენ, რომელიც არის დასახული. ეს იქნება კონსენსუსი, რა ვიცი, უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება. ანუ სპექტრი დიდი არის რა. წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება, სხვადასხვა ქმედებები, ღონისძიებები, დასავლეთთან ურთიერთობა და ასე შემდეგ რა. ანუ ჩვენ ერთის ასე ვთქვათ, სასაუბროთი უნდა ვესაუბროთ, როგორც დასავლეთს, ასევე ჩვენს ხალხს საქართველოში. მადლობა ბატონ კახა სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. კახა ჩიქოვანს პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთ ლიდერს დავამშვიდობებით. უბრალოდ დღის ნიუსრუმით ამით დასრულებულია. შესაბამისად ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.